დავიწყოთ საყიდულობით. გეცნობთ ახლა რა ვიყიდე და რაში დავტოვე 60 ლარამდე. 5 ცალი ბანანი. სიმინდის სახამებელი წამოვიღე. ასეთი დროჟე. მიუხედავად იმისა, რომ დროჟი მაქვს კილაში, რაღაცა პერიოდის მერე მაინც არ მომწონს. ამიტომ გადავწყვიტე ასე პატარ-პატარები ვიყიდო. იმიტომ რომ გითხრათ ხშირად მაინც არ ვიყენებ ხოლმე დროჟს. და ამასობაში დრო რომ გადის, თითქმის პირველი გამოყენება, მეორე და მერე გადასაგდები მიხდება. ამიტომ პატარები გადავწყვიტე ვიყიდო ხოლმე. წამოვიღე ხაჭო. კიდევ საერთოდ გვაქვს არაჟანი. რაღაც მინდა მოვსინჯო, ესეთი თუ გამოვა მოგახსენებთ, თუ არ გამოვა მაგასაც მოგახსენებთ. შოლოს მურაბა წამოვიღე. კულასი. ზოგადად კულას პროდუქცია ძალიან მიყვარს, საწებელი და ტყემალიც. ამის ყვითელი კლასიკური მიყვარს ძალიან. საწებელებს რაც შეეხება, აჯიკაც და აი ყველაფერი მიყვარს. მე თვითონ არ ვამზადებ ხოლმე, არ ვაკეთებ ხოლმე, ერთადერთხელ მახსოვს ტყემალი გავაკეთე, ძალიან ბევრი. რომ გითხრათ რომ ჩემი სურვილით მეთქი მოგატყუებთ. რაღაც ესე მოხდა. და ერთადერთი შემთხვევა იყო აჯიკა გავაკეთეთ და ხო აჯიკა იყო, აი ერთი რო აფეთქდა და მე ესე ტაშივით რო აყვნენ ერთმანეთს, მეტა რამდენი მქონდა. სათითაოდ ამიფეთქდა ყველა. ხო და მე მაშინ ვთქვი, რომ ცხოვრებაში მსგავს რამეს არასოდეს გავაკეთებ თქო. არც გავაკეთებ. არასდროს. ესე ვიყეთი და იგივეა, არც იმას ჭირდება ცოტა ახლა, როდესაც შენი არ გაქვს არაფერი და ელემენტარულად მწვანილი საყიდლადაც კი გჭირდება მარკეტი ან ბაზარი ან რაღაც მსგავსი. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ შენ ხეხილი გაქვს, რაღაცა გაქვს, კიდე შეიძლება რომ ბაღი და ასე შემდეგ და შენი ან სოფლიდან ვინმე ამით გამარაგებს და რაღაცა, აი ამ შემთხვევაში კი არის შეღავათი, მაგრამ ყველაფერს თუ იყენი, საერთოდ არ ვთვლი, რომ ამას შეღავათია. ამიტომ აი ესე მშვიდობიანად ვიყიდო და მშვიდობიანად შევირგო, ეგ მირჩევნია. მაშინ კაკაო წამოვიღე. კიდევ ვანილები. რაც ეს ვანილები თითქოს აღარ მომწონს და ვეღარ გავიგე რომელია უკეთესი. ყავა, კარგი ხანია უნალექო ყავა არ დამილევია. რაღაცა პერიოდის უნალექო ყავას ავიჩემებ ხოლმე, რაღაც პერიოდი მხოლოდ თურქულს. ხო და რა ვიცი რაღაცნაირად მომინდა. იყოს ეგ დროს. სალათი მინდა გავაკეთო და სიმინდი გამოვიყოლე და სტაფილოც და შაქარი. აი ამაში გადავიხადე 58 ლარი და რაღაც. ხალხო. მეც უნდა დავციო კამერა რა. საჭმელი არ არის. აი არაფერი არ არის. თუ რამე უნდა გავაკეთო, თუ რაღაც უნდა გავაკეთო, ამ პროდუქტების გამოყენებით ჩათვალეთ რომ ნახევარზე მეტი ისედაც მქონდა სახლში. ეს არის 60 ლარი. რა ვიცი, აბა ფასები უნდა დავწიოთო. რაც არავინ არის დამწევი არ არის, მოკლედ ასე. დაფასკალა მიდარჩა. იმედია მეორეც უდევს. ზოგადად ჩანთაში უდევთ ან 20 კალამი და ან არც ერთი. აი ეს გავიხადო, გამოვიწყდა. ვიხადი კალო. ვაიმე და. აი რას ნიშნავს უგელლაკობა, ფრჩხილის ნასახი აღარ მაქვს. და არა და მინდოდა ზეგისთვის. რატომღაც მოვიკალი თავი და ცოცხალი თავით აღარ გავიკეთე გელაკი და სულ დამელეწა ფრჩხილები. დიდი შემოგევლები. ეს ხელოვნურად დაგრძელება გელი არ შემიძლია. აი ვერაფრით ვერ შემიძლია. არ მომწონს. საშინელი დისკომფორტია, ის საშინელად არ მომწონს და შეიძლება გადავწყვიტო დღეს და გავირბინო. ჩემ ქალბატონს თუ სწავლია.
ეს მინდა გავსინჯო. და ნახეთ, მურაბა ჯემი, ეგერიც ძალიან მიყვარს, ну რა თქმა უნდა, ახლა როგორც გრილის მოყვარული. ვაი, რა იყო ვინ შეკრა ესე? განსაკუთრებით მომწონს. პურზე ოდნავ კარაქი და მე ამათი გემოები. აი, ეგ ორი ერთად. ხე მარტო პურზე ვერ დავიდებ. სასწაული. პრინციპში ესეთ დესერტისთვის წამოვიღე უფრო, მაგრამ იმდენი რაც მინდა. რა გამახტუნებს? ან გამხდარი უცა ვიყავინე და მაშინ არ ჭამდი საჭმე. გაზრდყავებული რომ ვიყავი ხოლმე მე საწყალი. მაშინ არ ჭამდი საჭმეს დავიჯერო. სავარაუდოდ ამ ბლოგში 1-2 დღე მაინც მოექცევა. აბაქალებო და ნატროს თვალებო როგორ ახართ? როგორ ახართ? რასაპირებთ? როგორ ხასიათზე ხართ? ყოველი დღე ჩვენია, მოდი ვაღიაროთ. ყველა დღე ჩვენია და სულ კარგად უნდა ვიყოთ. სულ ლაღები, თავისუფლები, ბედნიერები, ყველაფერი რაც კარგია, ქალს უნდა გქონდეს. ალი იმსახურებს ბედნიერებას, ყურადღებას, დაფასებას, პატივისცემას და ქალის განწყობა ოჯახში არის გადამწყვეტი. ქალის განწყობა მოდის ქალის მდგომარეობიდან. ქალი თუ არ არის კარგად, მეჭვება რომ ოჯახში ვინმე იყოს კარგად. ვერ იქნები კარგად. სულ იქნება რაღაც რაც შეგაწუხებს, რაც დაგაკლდება, რაც ისე არ იქნება როგორც შენ გინდოდა. მე რა თუ ყველაფერი ისე არ არის. როგორც ჩაფიქრებული ქონდა, როგორც გეგონა, როგორც გინდოდა, მაგრამ უამრავი რამ არსებობს იმისთვის, რომ იყო ბედნიერი. მადლობელი იყო ღმერთის რაც გაქვს. და ჩემ და იკოს მინდა დიდი გული გაბუგიზავენ აქედან. ძალიან ბევრი წელი არ მინახავს. დღეს კიდევ ერთი წელი მიითვალა ქალბატონმა. ძალიან მიყვარხარ. და მენატრები. მედია მომავალ წელს ერთად ვიქნებით. რა ვიცი, რაღაცა იქნება. რამე შეიძლება. ამოთ ფორმოსთვის თამაში მოასწრეს და მეგონა მეც ბევრ რამეს მოვასწრებდი, მაგრამ ანუ არ გაცდიან რა. არ გაცდიან, რა გავაკეთო? რაც შეეხება ჩემ დღევანდელ გეგმას, საღამოს გასვლითი მაქვს. ახლა მანამდე ჩვეულებრივად ესე მოკვდავებით ვცხოვრობ, უნდა დავალაგო, ჯერ პირველ რიგში ადამიანს დავემსგავსო ახლა ცოტა. დავალაგო. მე ქმარშვილს საჭმელი დავუტყობ, უკვე კი მოვხდები დიდებულ სუფრაზე და ესენი რო გადაარჩნენ რაღაცა, რამეს დაუტოვებ. ხო. Galera normალური ეს. მე სხვა კლია. ამ სახლში ყველას გვაკლია ცოტა. ზოგს ისე ზოგს ასე. რაღაცნაირი ამინდია, მაგრამ ამინდი რას დაგვაკლებს. ზალა ერთობაშიო ხო გაგიგიათ. აი ესე უცბად ყველამ თავისი საქმე გააკეთა, ძალიან კარგად მომეხმარნენ, უმადური არ იქნები. კარგად მომეხმარა სამივე. და უცებ მივაწყნარეთ ყველაფერი. თავი დავრჩა და საბანი მირჩევნია რომ წასვლამდე 1 საათით ადრე გავაკეთო, მთელი რაღაცები უნდა გავუკეთო. კარგად დავიყენო, ვიდრე ახლა ჯერ 2 საათია და ახლა მას დავკეცავ და გავდივარ უკვე საკვები დავუტოვო. თავარია ქაოსში არ ტოვებს, ისუფთავებში ვტოვებ და საჭმელიც უნდა გავუმზადო. და მე საკუთარ თავზეც უზრუნავ. ხა მე ხო არაფერს გამკეთებელი არა ვარ და დიდი ალბათობით ხოლმე ალბათ შუობით ავდგები. ეს ხუშიშვილი და ფაინი. რაღაცა კარგ აქციას წავად ექიბარემ. წამოვიღე მამაკაცის შამპუნი, გამოვიყოლე. კარგად ხეივში მოვედი. იაფი გადავიხადე სხვათა შორის. არ მინდა შეცდომაში შეგიყვანოთ, მაგრამ როგორც მახსოვს ისე ვითხრა, რომ ვეც უფრო ძვირი იმის ფასი ხდიო. და 15 ლარად ვიყიდე ორივე. 16 და 15 და რაღაცა. ხო, 16. ეს წავყიზიორდები.
ფოტოებისთვის არ მოვჭრა. არა ფოტოებს საკი გადავიღებ, თოკი არ მეზარება და რამე დროც ბევრი მაქვს. როგორ ერთ ფერებში ვართ მე და ჩემი თაიგული ხალხო. ისე ლამაზად არის შეფუთური, რომ მე ცოდება გასაშლელად მართლა. გიჟდები წინწყალებზე. ისე ძალიან მიყვარს. ამასაც რამეში ჩავდივარ, მაქვს ლარნაკები, აი ახლა მივხვდი. იმ დღეს შემხვდა რაღაცა თვალი მომჭრა, თან უიაფესი იყო და ისე ძალიან მომეწონა, თან ცოტა დიდი იყო. აი, რატო არ ვიყიდე? აი ეს. დავიწყოთ სალათის მომზადება. ბოსტნეულს მოხთ უშავახლა. ქილებს რო სახსნელი თუ არ ხსნი, იცი? ვერაფრით არ ხსნი. პილოც. დავდგამ ახლა მე ბრინჯს და სანამ ბრინჯი მოიხარშება, მწვარილებს სოდიან წყალში ჩავალბობ. როცა სალათას ცოცხლად ვუკეთებ, განსაკუთრებულად კარგად ვრეცხავ ხოლმე, ესე კი ვცდილობ ყოველთვის კარგად გავრეცხო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით. ყავა ისე მინდა თვალებში მიბნელდება, მაგრამ აბა ვინ გაცდის? ვინ გაცდის? დავიწყოთ მეორე, რომელიც 10 წუთში მომზადდება ამასე. ამდენი დრო და ჩალიჩი არ სჭირდება. ეს უკვე მზად გვაქვს ფერად-ფერადი. წავრო პრესრუნელი აქვს. ცოტა დავუჩქაროთ თორემ გავემზადებთ ახლა. ამით დღეს დავასრულებ vlogs. ახლა უცებ გავემზადები და ბოლოს დაგინახებით. გაკოცეთ. ბედნიერები იყავით ყველა.